მოგესალმებით. უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივამ ბრიუსელის ბიუროკრატია და მათი მმართველი Deep State ძალიან გაააქტიურა. თუ კი შევხედავთ მათ ქმედებებს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რაზეც ამ გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ Deep States ომის გაგრძელებას სურს. უკრაინაში ომის გრძელვადიანი მიზანი რუსეთის სტრატეგიული დასუსტება იყო. ამას ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები აღიარებდნენ ომის დაწყებისას. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია კი თავად წარმოადგენდნენ Deep State-ის მარიონეტებს, ისევე როგორც ბრიუსელის ბიუროკრატია. სწორედ ომის გაჭიანურებისა და სამშვიდობო პროცესის ხელშეშლას ემსახურება ის გაუთავებელი საგანგებო სამიტები და შეკრებები, რომელსაც ევროკრატები მართავენ ერთმანეთის მიყოლებით. ძირითად მიზეზებად კი უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას ასახელებენ. ომის მეოთხე წელს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ომის დასრულება სურთ, ძალიან კომიკურად გამოიყურება ევროკავშირის ყველა ინიციატივა უკრაინის დახმარებასთან და უკრაინის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი თუ ასე შეეძლოთ, ან ასე სურდათ, უკრაინის დახმარება და გაძლიერება აქამდე რას აკეთებდნენ? რამდენიმე ათეული ჯავშან მანქანისა და ტანკის უკრაინისთვის გადაცემაზე ხომ ჰქონდათ ხოლმე ჟივილხივილი ატეხილი. ლეოპარდები და სხვა მძიმე ტექნიკა ხომ უნდა დახმარებოდა უკრაინას გამარჯვებაში. რუსეთს ხომ უთავდებოდა რაკეტები, ტყვიები, ტანკები და ავიაგამანადგურებლები. ფონ დერ ლაიენის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ნახევარ გამტარების ხომ უთავდებოდათ და ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მასივრებიდან ხომ იღებდნენ ჩიპებს, შემდეგ რომ რაკეტებში ჩაედოთ. კარგად გვახსოვს ეს ჰაერზე გაკეთებული განცხადებები და მუქარები. ალბათ ევროკრატებსაც ახსოვთ, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ადრე რაც იყო დაკვეთა, იმას ამბობდნენ. ევროპული მედიაც ისე აშუქებდა ყველაფერს, როგორც ეტყოდნენ. ახლა შეიცვალა ვითარება და იგივე ევროკრატები სხვანაირად საუბრობენ. თან რატომღაც არც ერთი ევროპელი ჟურნალისტი კაია კალას, ფონ დერ ლაიენსა და სხვებს იმ ცნობილ წითელ ხალიჩაზე არავინ ახსენებს ძველ გამონათქვამებს, თავად რომ ამბობდნენ ომთან და რუსეთთან მიმართებით. ყველაფერი ჯორჯ ორველის სცენარის მიხედვით ხდება. რაც დღეს არის დაკვეთა, ის არის სიმართლე და არც წარსული არსებობს, არც კონტრარგუმენტი. ადრე ომის დასაწყისში თუ უკრაინა იმარჯვებდა და რუსეთი მარცხდებოდა და ამიტომაც უნდა გადაეცათ მილიარდობით ევროს ღირებულების შეიარაღება ევროპელებს უკრაინისთვის, ახლა ვითარება შეიცვალა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას იმით ხსნიან, რომ ბუნდოვან მომავალში რუსეთი შეიძლება ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხას. ტრამპის ამერიკა ევროპელ პარტნიორებს არ დაეხმარება და ხომ უნდა მიხედონ ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას. ამიტომაც უნდა გაზარდონ ხარჯები თავდაცვისთვის. დღეს მედიაში უკვე გაჩნდა ტერმინი რუსოფრენია. შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობა, რომელიც ორი ურთიერთ გამომრიცხავი მოცემულობის თანაარსებობას ნიშნავს. რუსოფრენების აზრით, რუსეთი ისეთი სუსტია, რომ სადაც არის დაიშლება, მაგრამ ამავდროულად 3-დან 5 წლის პერიოდში შეიძლება ევროპა დაიპყროს. რუსეთს თან იარაღი უთავდება, თან ევროკავშირთან ომისთვის ემზადება. თან უკრაინაში მარცხდება, თან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპის რომელიმე ქვეყანასთან ომს გააჩაღებს. ასეთი რუსოფრენები საქართველოშიც ბევრნი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სახით და ევროკავშირშიც. 20 მარტს ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი თემა სწორედ რუსოფრენიის საკითხი იყო, ანუ დახმარება უკრაინისთვის და თავდაცვის გაძლიერება ევროპისთვის. შემდეგ რომ რუსეთი თავს არ დაესხას რომელიმე ქვეყანას. ევროპული დიპლომატიის უფროსმა კაია კალასმა ორი გეგმა წარმოადგინა. უკრაინისთვის თანხების გამოყოფა 40 მილიარდი ევროს ოდენობით, ან 5 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს უკანასკნელი იყო გეგმა B. თუ 40 მილიარდს არ გადასცემდნენ უკრაინას, იქნებ 5 მილიარდი მაინც მიეცათ. შედეგად კი არც ერთი გამოვიდა და არც მეორე. ევროკრატებმა უკვე არსებული პრაქტიკით ნაწილობრივ თავისი მაინც გაიტანეს. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა სიტყვიერად დააფიქსირეს და დანართის სახით უკვე დამტკიცებულ რეზოლუციებს დაურთეს. ამჯერად უკრაინას სიტყვიერი მხარდაჭერა შერჩა, მაგრამ ეს პრაქტიკა უკვე ბევრ კითხვებს აჩენს ევროკრატების ქმედებებში. ამავე ლოგიკით გამოდის, რომ ევროკომისიას შეუძლია ნებისმიერი განცხადება მიიღოს და დანართის სახით უკვე დამტკიცებულ დოკუმენტებს დაურთოს. შემდეგ კი თქვან, რომ შედეგი ერთსულოვანი იყო. ესეც ევროკრატებისა და ევროკავშირის დღევანდელი დემოკრატიის სახე.
ამ ყველაფერს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთი გეგმა აქვს ევროკავშირის თავდაცვისთვის, რაც 800 მილიარდი ევროს მობილიზებას გულისხმობს. ერთ-ერთი ამ გეგმაში არის უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნება და ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ჩართვა. თავდაცვაზე ზრუნვა აუცილებელი რომ არის, ეს ყველა მიცის, მაგრამ ასეთი გამალებული გეგმები და ფინანსების მობილიზების მცდელობები ტრამპის მიერ წამოწყებული სამშვიდობო პროცესის პარალელურად კიდევ უფრო მეტ შეკითხვას აჩენს. რამდენად სურთ ევროკრატებს მოლაპარაკებები? რა თქმა უნდა, არ სურთ. პირიქით, რუსოფრენიის გამოყენებით ფინანსების მობილიზება და ხარჯვა არის მიზანი. ეს ფინანსები შემდეგ სად და როგორ დაიხარჯება, ეს ნამდვილად არავინ იცის. ამის მაგალითი კი გერმანიაა. გერმანიის აწუყვე მიმავალმა კანცლერმა შოლცმა 2022 წელს თავდაცვის ფონდი შექმნა 100 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც იმდენად მარტივად დაცარიელდა, რომ 2023 წლისთვის თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი დამატებით 10 მილიარდს კიდევ ითხოვდა. მაშინ უარი უთხრეს, მაგრამ სამაგიეროდ ახლა მომავალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს სურს იგივე თავდაცვის ფონდის შემუშავება, ოღონდ უკვე 200 მილიარდი ევროს ოდენობით. სულ რომ ყველაფერი მიზნობრივად დაიხარჯოს, შეკითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი უკრაინაში სამშვიდობო პროცესის პარალელურად, რა თქმა უნდა, ამის პასუხი ერთია. Deep State-ის ინტერესი, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი უკრაინაში. ევროკრატების რუსოფრენიის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ფული ვერც საკუთარი კავშირის თავდაცვისთვის გამონახეს და ვერც ომში მყოფი უკრაინისთვის. ვერც უნგრეთს შეუჩერეს ხმის უფლება და ვერც რუსეთის გაყინულ აქტივებზე წვდომა მოიპოვეს. გადაწყვეტილება ხორბლის დაბეგურის საკითხსაც კი ვერ მიიღეს. ერთობა და ადეკვატურობა ვერ დააფიქსირეს. ზელენსკის, მისი ხვეწნისა და მუდარის მიუხედავად 5 მილიარდი ევროც კი ვერ მისცეს. მხოლოდ რეზოლუცია თუ დადგენილება მიიღეს, სადაც კიევს მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამაგიეროდ ტონი ჰქონდათ პრინციპული და ეს ევროპელი ლიდერების პირველი ასეთი ფუჭი შეკრება არ იყო. მაშინაც მხოლოდ ილაპარაკეს. გადავხედოთ ამ ისტორიას, რომელიც კარგად აჩვენებს, რამდენად აცდენილია ევრობიუროკრატია და ევროპული პოლიტიკური ელიტა რეალობას, რომელიც მხოლოდ გლობალური Deep State-ის დღის წესრიგზეა აწყობილი. კაია კალასი, ქალი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ დიპლომატია, ვერც დროის კონტექსტს გრძნობს და ვერც იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა. ვერ გრძნობს, იმიტომ რომ ასეთი დავალება აქვს, რადგან გლობალური Deep State-ის დაკვეთა უკრაინაში მშვიდობა არ არის. მის რიტორიკასა და განცხადებებში არც კომპრომისი ისმის და არც რაციონალიზმი. ისეთივე ჯიუტი და შეუვალია, როგორც 2022-23 წლებში იყო. ახლა 2025 წელია. საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ისევ უკრაინის შეიარაღებას და ომის გაგრძელებას მოითხოვს. ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება, ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ფრაზა მან 2025 წლის 6 მარტს ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე თქვა. ჯერ ნახეთ როგორი ჟღერადობაა. ვიღაც ჩინოვნიკების ან პოლიტიკოსების შეკრება კი არ არის, არამედ ლიდერების. შეიკრიბნენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაუსვან წერტილი რთულ პრობლემებს. თვალი გაუსწორონ კომპლექსურ გამოწვევებს. 2025 წლის 4 თებერვალს კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენ უკრაინას უკვე დავეხმარეთ 129 მილიარდი დოლარით, აქედან 50 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება იყო. დახმარების შემცირებაზე საუბარი დაუშვებელია, ჩვენ ის უნდა გავზარდოთ. 10 იანვარს თქვა, რომ ლიდერობისთვის მზად არის. ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით ლიდერობა გადაიბაროს, თუ ამერიკას ამის სურვილი აღარ ექნება. 21 მარტს კი როგორც იქნა კონკრეტიკაზე გადავიდა. დაანონსებულ გეგმას ბრიუსელში ყველა ელოდა, მაგრამ ფული იყო ერთადერთი რაც მოთხოვა. მისი აზრით ევროკავშირმა უკრაინას 2025 წელს 40 მილიარდი ევრო უნდა მისცეს. ომის გასაგრძელებლად რა თქმა უნდა. თითქოს ვერ ხედავს რა ცვლილებებია მის გარშემო. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები Deep State-ის წარუმატებლობით დასრულდა. თეთრ სახლს ახალი ლიდერი ჰყავს. დონალდ ტრამპს ახალი მიდგომები აქვს. ომი უნდა შეწყდეს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შეთანხმება უნდა შედგეს. არავით არის სისხლისღვრა. ბრიუსელის ბიუროკრატები თეთრი სახლის მფარველობის გარეშე დარჩნენ.
ევროკავშირში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია. ხალხი ევროკრატიის დირექტივებს აღარ ღებულობს. ვინც Deep State-ის ზონაში იყო, ელექტორალური პრობლემები აქვს. გერმანიის კანცლერი თავის კაბინეტში უკვე წუთებს ითვლის. საფრანგეთის პრეზიდენტს რთული დღეები უდგას. მისი რეიტინგიც ეცემა. ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს რეიტინგი საერთოდაც არ ჰქონდათ. ბრიუსელის ჩინოვნიკები ევროპელებს არც აურჩევიათ. ადრე ამერიკული Deep State-ის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. ახლა გლობალურმა Deep State-მა ფსონი ევროკავშირზე დადო. გამოწვევები ბევრი აქვთ. 21 მარტის სამიტმაც სწორედ ესაჩვენა. არანაირი გეგმა, ხედვა, პერსპექტივაში პროცესის განვითარება. ევროკრატებმა მხოლოდ ფული, 40 მილიარდი მოითხოვეს. თანაც ეს იდეა გამოიტანეს არა როგორც შეთავაზება, რომელზეც უნდა დასხდნენ და იმსჯელონ, არამედ როგორც გამზადებული რეცეპტი. სხვებმა მორჩილად უნდა მიიღონ და დაამტკიცონ. მაგრამ იტალიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ კალასი თავისი რეცეპტით უკან გააბრუნა. აღარაფერს ვიტყვით უნგრეთზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ბრიუსელისგან რეალობის დანახვას ამაოდით ხოვს. მხარდაჭერის ვერ მოპოვების შემდეგ ევროკრატებმა ტაქტიკურად უკან დაიხიეს. 40 მილიარდი თუ ვერა, 5 მილიარდი მაინც შევაგროვოთო. თუმცა თანხმობას მაინც ვერ მიაღწიეს. კალასმა საკითხი ვერ გაიტანა. ის ფონ დერ ლაიენის. შესაბამისად გლობალური Deep State-ის პროტეჟეა. ოვალურ კაბინეტში ისინი კამალა ჰარის ელოდნენ, მაგრამ ქალების ტრიო არ შედგა და ახლა ფიქრობენ, რომ ამერიკული ზურგის გარეშეც შეუძლიათ გლობალისტური დღის წესრიგის გატარება. დაკვეთაც ხომ ესაა, ევროკავშირი უნდა გახდეს გლობალური Deep State-ის ფორპოსტი. სამიტის დღის წესრიგი უკრაინა რუსეთის ირგვლივ ტრიალებდა. გლობალური Deep State-ის მიზანი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაა. შესაბამისად ევროკრატებიც ამ დღის წესრიგით მოქმედებდნენ. უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხის პარალელურად დაისვა გაყინული რუსული აქტივებით უკრაინაში ომის დაფინანსების საკითხიც. ეს იდეაც კაია კალასმა გააჟღერა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვივერიმ პირდაპირ განაცხადა, გაყინული აქტივების გამოყენება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებაო. უბრალოდ მათი კონფისკაცია ხომ ომის გამოცხადებას ნიშნავს. ჩვენ ხომ ფანტაზიებში არ ცხოვრობთ. ეს რეალური სამყაროა, სადაც თუ შენ ვიღაცის 200 მილიარდს აიღებ, ამ ნაბიჯს მოხვება თავისი შედეგები და რისკები ფინანსური სისტემისთვის. ვფიქრობ, რუსეთი გაბრაზდება და ეს ნიშნავს, რომ მას ექნება რეაქცია. უკვე აქვს. ბელგიის პრემიერის წუხილი გასაგებია. რუსეთის აქტივების უმეტესი ნაწილი სწორედ მის ქვეყანაშია. ასე რომ ფული ვერ გაიმეტეს. პრინციპში არც აქვთ. სამაგიერო დუხვი ქათინაურები და მრავალფარდოვანი სიტყვები უთხრეს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინისთვის. მე ინიცირება გავაკეთე იმის, რაც ძალიან ჭირდება ზელენსკის. ყველა ქვეყანა აჩვენებს ნებას, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. არადა სამიტის წინ ქალბატონი კალასი ირწმუნებოდა. ჩემს წინადადებას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვსო. თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა. ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის ეს იდეა მიუღებელია. გამოდის, რომ საქმე მხოლოდ უნგრეთში არ არის. პრემიერი ორბანი კიევისთვის დაფინანსების გამოყოფას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ახლა ორბანის პოზიცია სხვებმაც გაიზიარეს. უკრაინის დახმარების ფონდში, ეროვნული შემოსავლის მიხედვით, შენატანების განხორციელებას არც ისინი დაეთანხმნენ. ევროკრატების ინიციატივას ესპანეთი და პორტუგალიაც დაუპირისპირდა. გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. სამაგიეროდ მიიღეს ცნობა, სადაც 26 ქვეყანა, ყველა უნგრეთის გარდა, ადასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს. უნგრეთის პრემიერმა შემოთავაზებულ ტექსტს ცარიელი სიტყვები უწოდა. ევროკავშირის სამიტის შედეგების შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია. განცხადების ტექსტს მტკიცედ დაუჭირა მხარი ევროკავშირის 26 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა. ევროპის საბჭო ამ საკითხის განხილვას დაუბრუნდება შემდეგ შეხვედრაზე. მსჯელობა ევროკავშირმა ზაფხულში უნდა გააგრძელოს. თუმცა უკრაინას გადაწყვეტილებები რეალურ დროში სჭირდება. ესეც კი აჩვენებს, რამდენად დიდ კრიზისში იმყოფება ევროკავშირი. გლობალური Deep State-ისგან ომის გაგრძელების დავალება მიღებულია. თუმცა როგორ უნდა მოხდეს ხანგრძლივი ომის დაფინანსება ამერიკული ფულის გარეშე, ამის თაობაზე ევროკრატებს პასუხი არა აქვთ. Deutsche Welle-ს ჟურნალისტი ამბობს, რომ გაუგებარია რა სახის დახმარებაზეა საუბარი და იქნება თუ არა მიღებული უფრო სერიოზული გადაწყვეტილება. უკრაინას ხომ ევროკავშირის წევრობაც სჭირდება. ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბრიუსელი ბოლო დროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას თითქმის არც ახსენებს.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს საკმაოდ რთულია, როდესაც საქმე უფრო მსხვილ გადაწყვეტილებებს ეხება. უკრაინას სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, სურს რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაგრძელდეს, მაგრამ რეალურად ამისთვის აუცილებელია თითოეული წევრი ქვეყნის თანხმობა. უნგრეთი წინააღმდეგია, შესაბამისად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ახლო მომავალში შეუძლებელია. ევროკრატებს თითქოს დაავიწყდათ, როგორი მონდომებით მოითხოვდნენ ომის დასაწყისში უკრაინის დაჩქარებული წესით კავშირში მიღებას. ვაშინგტონი ნატოში გაწევრიანებას პირდებოდა. ბრიუსელი ევროკავშირში. ამ მიზნით აბრძოლებდნენ. ფულს აძლევდნენ. ბოლო უკრაინელამდე იბრძოლეთო უთვლიდნენ. თუმცა დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ უკრაინის ნატოში წევრობის საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ამ მწარე რეალობას უკვე უკრაინელებიც აღიარებენ. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ღიად უმაღლეს დონეზე პოზიციას უნგრეთი აფიქსირებს. თუმცა წევრ ქვეყნებში კარგად ესმით, რომ დანგრეული უკრაინის აღდგენას მილიარდები დასჭირდება. ეს ყველაფერი კი ევროკავშირის მოსახლეობის ხარჯზე უნდა მოხდეს. ევროდეპუტატი გერმანიიდან გუნარ ბეკი აცხადებს, რომ უკრაინა წევრობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. კიევს შანსი არ აქვს დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი პირობაა. თუ კი ბრიუსელი თამასას თავად არ დაწევს. ბრიუსელმა საკუთარი თავდაცვის გაძლიერებისთვისაც კი ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საუბარი 800 მილიარდ ევროზეა. მსჯელობა ჯერ კიდევ 7 მარტის სამიტზე დაიწყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მაგალითად ალიანსის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას მხარი კი დაუჭირა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში რამდენიმე განსხვავებული საფრთხეები არსებობს. ამ საფრთხეებს ეკონომიკა ჰქვია. ომმა და სანქციების პოლიტიკამ კავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა და ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არის შეიარაღება უფრო პრიორიტეტული ვიდრე ეკონომიკა. თუმცა კაია კალასი ვერც ამ რეალობას ხედავს. ის ისევ ფრონტის ხაზზეა და რუსეთის აგრესიას ეომება. თუ ჩვენ საკმარის ინვესტიციას ჩავდებთ თავდაცვაში, თუ ჩვენ ავაშენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაშინ აგრესორის შეკავებას შევძლებთ, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, მაშინ ჩვენ საკუთარი სისუსტით აგრესორის თავდასხმის პროვოცირებას გავუკეთებთ. ეს რომ არ მოხდეს, მეტი უნდა გავაკეთოთ. უკვე მერამდენეთ შეიკრიბნენ სხვადასხვა ფორმატში. ჯერ პარიზში მაკრონის ინიციატივით, შემდეგ ლონდონში სტარმერის თხოვნით. ახლა ბრიუსელში, მომავალში ისევ პარიზს უმიზნებენ. 27 მარტს სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში შეხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ ისევ სალაპარაკოდ. შეხვედრაზე უკრაინის ბედით დაინტერესებულ ქვეყნებს ელიან. მიზანი მშვიდობის დამცველების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება და კიევის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფაა. ფორმატს ევროპა პლუს ჰქვია, რადგანაც მონაწილეობას ბრიტანეთიც გეგმავს. ლონდონი და პარიზი ჩართულობას აზიის ქვეყნებისგანაც ელიან. იქ ახალი ანტირუსული კოალიციის გაფორმებას ელოდებიან. როგორც ჩანს, ახლა ევროკავშირი ცდილობს ომის გახანგრძლივებისთვის მოკავშირეები იპოვოს. ასეთია გლობალური დიპსტეითის დაკვეთა. ევროკრატებიც ამ დაკვეთას მიყვებიან. და როგორც ჩანს, დღეს მთავარი გამოწვევა ევროკავშირისთვის ახალ პროცესში საკუთარი ადგილის პოვნაა. ევროპა ადრე ძალიან იყო დამოკიდებული ამერიკაზე. Newsweek-ის ექსპერტების შეფასებით. ცივი ომის დასრულების შემდეგ 10 წლეულების განმავლობაში თავდაცვის ხარჯების შემცირებამ ევროპულ ქვეყნებს საშუალება მისცა შეექმნათ სოციალური უზრუნველყოფის სისტემები. თუმცა ამავე დროს მიიყვანა საშინელ პრობლემებამდე თავდაცვის სფეროში და დამოკიდებული გახადა ამერიკაზე. ასე რომ ამერიკის გარეშე ევროკავშირი ძალიან სუსტია. ასე რომ დროა ბრიუსელმა რეალობა აღიაროს. სხვაგვარად ის ვერც თავის ახალ როლს და ფუნქციას იპოვნის. ეს რეალობა კი ის არის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. შესაბამისად ის არც გაერთიანების და არც წევრი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. დონალდ ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ვლადიმერ პუტინს მეორედ შეხვდა კრემლში და ევროკრატებს, რუსოფრენებსა და სხვა რადიკალებს ნამდვილად დასწყვიტა გული. შეხვედრის შემდეგ ტაკერ კალსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიტკოფმა ევროპელი ლიდერები ზელენსკის გაქეზებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპელებს ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უსასრულოდ პირდებიან.
რაც არაფრით არ უწყობს ხელს ომის დასრულებას. ბრიუსელის ბიუროკრატიის საომარი გეგმები კიდევ ერთ საკითხში გაიშიფრა. კრემლიდან ჩამოსული ვიტკოფი იმასაც ამბობდა, რომ რუსეთი ევროპის ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს. ამის მიუხედავად ბრიუსელში თვითონ მაინც თავდასხმისთვის ემზადებიან და 3 წლის განმავლობაში ნატოს არაწევრი საქართველოს მიმართულებით მეორე ფრონტის გასახსნელად ზეწოლა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, მთავარია ფონ დერ ლაიენი გრძნობდეს თავს დაცულად სხვა ევროკომისრებთან ერთად და დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.